ქვეყანა არის ფსკერზე, ძალიან ხშირად გვესმის და რა უშველოთ ამ ქვეყანას. მე ვერ გავცემ ამ კითხვას პასუხს სამი ცნობიერებიდან, მსხვერპლის მდგომარეობიდან, აუცილებლად როგორც ენერგეტიკულმა ოსტატმა პასუხი უნდა გავსეს 5D სულიერებისა და სიყვარულის ცნობიერებიდან. ამიტომ შეიძლება ეს პასუხი ბევრისთვის არ იყოს მოსაწონი, მოსასმენად მარტივი, მაგრამ არის ის, რაც არის და აი ეხლა გაგაცნობთ ამ პოზიციასაც. 5D ცნობიერებიდან როგორ ჩანს ეს. რო ავიღოთ ქვეყანა, ვინ არის ქვეყანა? მოდით დავსვათ კითხვა, ქვეყანა ფსკერზე არის, გასაგებია, მაგრამ ვინ არის ეს ქვეყანა? ეს ქვეყანა არის ადამიანთა ასეთი კოლექტიური ცნობიერება, ადამიანების კოლექტიური ცნობიერება, მილიონობით ადამიანის ცნობიერება, რომელიც ქმნის და აყალიბებს ამ ფსკერს. ამ ადამიანი თითოეული ადამიანი თავის თავში უკვე ფსკერზეა ცნობიერების მსხვერპლის როლია. ანუ რა არის ფსკერი? ეს არის მსხვერპლის და მოძალადეს პოზიცია. ის რომ მთელი ცხოვრება მსხვერპლის როლში არის ინდივიდუალური ცნობიერება, ეს იკრიბება ჯამურად და ხდება კოლექტიურად მსხვერპლის როლის წარმოჩინება. ზოგადად გარეთ როდესაც ვეძებთ ხსნას, შველას, მესიას, პოლიტიკურ გურუს ან ვიღაცებს სიტყვაზე, ეს არის ერთ ადგილზე ტრიალი, არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ თუნდაც შეცვლილი სიტუაცია ისევ აყალიბებს მსხვერპლი ტირანის პოზიციას, როლები იცვლება, ანუ ყოფილი მსხვერპლი ხდება ტირანი, ყოფილი ტირანი ხდება მსხვერპლი და ეს არ იცვლება, იმიტომ რომ არსებობს ცნობიერების დონეები, ადამიანები ამ ცნობიერების შესაბამისად აზროვნებენ, ფიქრობენ, განიცდიან, რეაქციები აქვთ და ეს ყველაფერი, როდესაც ჯამურად ფსკერს ვიღებთ, ესე იგი კოლექტიური შემავალი თითოეული ადამიანის ცნობიერება არის ფსკერზე, ანუ მსხვერპლის როლზე. საიდან მოდის ახლა ეს მსხვერპლის როლი? გაგიკვირდებათ და ეს არის მათი აღზრდის, მათი ბავშვობის ტრამვები. ანუ ნახეთ, რა პროცესია, ნახეთ, თითოეული ადამიანი ბავშვობიდან იმყოფება ტკივილებში, ტრამვებში, უსამართლობის განცდაში. თითოეულ ადამიანს, ვინც კოლექტიურ ცნობიერებას ვაყალიბებთ, არა გვაქვს ჩვენში დამუშავებული. იქ ბავშვობის ტრამვები, როგორიცაა ძმამ სათამაშო წაკართვა, რაღაცა დაუშავებ, დედამ იძალა და მამამ თვითშეფასება დაგიმცირა. მამამ დედაზე იძალა და ზუსტად აი ვითომ და ეს რა შუაშია, ბებიამ დედაშენზე იძალა და ფსიქოლოგიურად ამას მოყვა დიდი სტრესი შენს ბავშვობაში. სწორად ეს მიკრო დრამები ეს რჩება ადამიანის ცნობიერებაში, ასე დრამებში გაზრდილი მოზარდები უკვე ეს ტკივილი არსად არ მიდის, ის თუ არ გაცნობიერდა და არ დამუშავდა, იკრიბება კოლექტიურ ცნობიერებაში და კოლექტიური ცნობიერება უკვე გარეთ ეძებს მსხვერპლს, ვიზე შეიძლება თავისი გეშტალტი დახუროს. ანუ ყოველთვის მსხვერპლს, რომელიც ბავშვობაში ჩაიწერა მაშინ მსხვერპლის პროგრამა, აი ეს ადამიანები ჯამში ერთიანდებიან და ასეთი ადამიანები არის 3D-ში 100%. აი 100% 100. თუ იმუშავებ თავისუფლდები ამისგან და უკვე გარეთ კი არა ძებ ხმალ საკუთარ თავში, იღებ, ანუ მსხვერპლის პოზიციის ადამიანი, ინდივიდი ყოველთვის გარეთ ეძებ. აი ის რო არ იყოს, იმას ეს რო არ დაეშავებინა, იმას ეს რო არ ეთქვა, იმანის რო გააკეთა, ახლა ჩემი არ არის და იმისი არის ის და აი ესეთი ჭიდილი, ომის, შინაგანი დაძაბულობა, გარეგანი დაძაბულობა, ეს ერთმანეთში მონაცვლეობს და ეს არის ჭაობში ყოფნა, რაც უფრო მეტად ფართხალებ, მით უფრო იძირები ამ ჭაობში. აქედან გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ როგორც თქვი, თუ შეცვლის სისტემას, ერთი
მეორეთი და გონია რომ თავიდან კარგია, ნურას უკაცრავად 3D სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გამყოფო მსხვერპლი ტირანის პოზიციაზე მონაცვლეობით. მაშინ როგორ შეიცვლება? სწორედ ამ კოლექტიურ ცნობიერებაში გაერთიანებული ტრამვირებული ბავშვების გახლა მოზარდების და დასრულების და უფროსების და აღარ გავაგრძელებ, ამათი ცნობიერება ზოგადად არის გასაწმენდი გამოღვიძების დროა იმ ტრამვებიდან, იმ ტკივილებიდან, რომელშიც დარჩით, ჩავრჩით ბავშვობაში და თუ ეს არ მოხდა ინდივიდუალური ადამიანის ცნობიერების გაწმენდა და 4 დედა 5D ცნობიერების გადასვლა, სანად მხოლოდ სიყვარულია და გულის ცენტრია და ქრისტეს ცნობიერება, არაფერი არ გამოვა დანარჩენ ქვედა განზომილებებში. იქ არის ეს თამაში, გინდათ ითამაშეთ, მოირგეთ, მაგრამ მაშინ არ დავსვათ კითხვა რა ეშველება ჩემს ქვეყანას უკვე ფსკერზეა. ეშველება მხოლოდ ინდივიდუალური ეცით როგორ არის, თუ ვიდეოში ადგილი არ მეყვა, შემდეგ ვიდეოში გადავალ. ეგრეგორების სისტემა მუშაობს 3D-ში. თვითონ სამშობლოს ფენომენიც, ქვეყნის ფენომენიც ეგრეგორული დედამიწის ეგრეგორული სისტემაა, ერთ-ერთი სისტემა ძალიან მძლავრი, 1000-წლეულობით, მილიონობით ადამიანის კულტურა, ენა, ტრადიციები ამაში ჩადებული და ეს ეგრეგორული სისტემა არის ძალიან მძლავრი, ძლიერი და ეს ეგრეგორული სისტემა ძირითადად არის 3D-ს მოცემულობა, როგორც ვთქვი, მსხვერპლი მოძალადის მონაცვლეობით ფუნქციონირებს. ანუ ეგრეგორს ჭირდება, მას არ აქვს ენერგია, მას ჭირდება ადამიანები და ადამიანთა კოლექტიური ცნობიერება, რომ იკვებოს ენერგიით. რა ენერგიით იკვებება? იკვებება დესტრუქციით, ასევე დადებითი ენერგიით იკვებება, მაგალითად სპორტის გულშემატკივრებიდან დიდი ენერგია მიდის და სხვადასხვა სისტემებიდან ის კაჩავს, ამობტუმბავს ადამიანებისგან ენერგიას და როცა ეს ენერგია მას აკლდება, სწორედ სიტუაციები და მოვლენები ისე ლაგდება და თამაშდება, რომ ადამიანები ხდებიან მართვადი ამ ეგრეგორების. ანუ ჯერ შენ ტვირთავ ამ ეგრეგორში ენერგია შენ აძლევ, მერე ეგრეგორი თავად გმართავს შენ. და როდესაც ადამიანი 3D ცნობიერებაში სამშობლოს, როგორც ვთქვი, რამდენად ცუდი მოსასმენიც არ უნდა იყოს, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და ასე ვთქვათ, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, მაგრამ ეს არის ტანჯვის, აი ესეთი მუდმივად ჩვენზე რო ძალადობს ვიღაცა, აი ამის მოცემულობა, ამის ალგორითმებია ჩაწერილი კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის კოდები. ამიტომ ამ კოდების ერთით ჩაანაცვლებ თუ მეორით ჩაანაცვლებ და მეორე ისევ ერთით ჩაანაცვლება თუ ერთიანი ისევ მეორით ჩაანაცვლება, საბოლოო ჯამში შედეგი არ იცვლება და არ შეიცვლება საუკუნეების მანძილზეც არ შეცვლილა და არც მომავალში შეიცვლება. რატომ? იმიტომ რომ ყველა პასუხისმგებლობა, როგორც ინდივიდუალური ტრამვის გამო პასუხისმგებლობა აქვს სხვაზე გადადებული და არა გაცნობიერებული სიღრმეები 4D 5D ცნობიერებისგან, რატო არის ეს თამაში, როგორ უნდა გამოვიდეთ, ასევე კოლექტიური ცნობიერება ბრმა და მარიონეტია ამ ენერგიებში. აი ეს ენერგია უნდა ამოიხეთქოს, მე ცოტა ხანი დაწყდარდება ეგრეგორი, მე როცა გამოელევა ძალა, ისევ შემოაგდებს ახალ სცენარებს და ადამიანები არიან მართვადი. მთავარია გავიღვიძოთ და არ ვიყოთ მარიონეტები. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ღვთიური ენერგია და ჩვენ უნდა ავიდეთ 4D 5D ცნობიერებად და აქედან ავაშენოთ საქართველოს და ყველა ის მდგომარეობა, რაც ჩვენს სიყვარულის აი ეს სივრცეში და ველში გული მიისწრაფის. მხოლოდ ასე თუ გადავრჩებით, მხოლოდ ასე თუ ამოვალთ ამ წუმპედან, რომელშიც ვიმყოფებით. 1, 2 და 10 გამოღვიძებული საკმარისი არ არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოღვიძება საჭირო ამ სისტემიდან და ერთ წამოძახებაზე და ეგრეგორულ აი ამ სცენარებზე, ეგრევე რომ ბრმებივით მივდივართ, აი უნდა დავფიქრდეთ, პაუზა მაინც გავაკეთოთ, ჰაერი მაინც ჩავყლაპოთ,
რომ გავაცნობიეროთ რა გმართავს და მხოლოდ ამ შუალედში არის სწორედ ის ღვთიური ცნობიერება, რომელიც სწორ ვექტორს მოგცემს. გისურვებთ გამოხვიძებას ამ სისტემიდან და ღვთიურ ვექტორის აღება.